გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ყველას გილოცავთ 2021-26 წელს, რადგან 2026 წლის დადგომის შემდეგ თქვენთვის პირველად ვაკეთებ გაშლას. მინდა გითხრათ, რომ 2026 წელი გაცილებით ბევრად უკეთესი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე 2025 წელი დაფიქსირდა. დღეს ბედობაა, ასევე გილოცავთ ბედობას და მინდა ბედობის სახით ერთი პატარა გაშლა შემოგთავაზოთ, გაჩუქოთ პატარა გაშლა ბედობასთან დაკავშირებით. თუ რას გაჩუქებთ ამ წლის ბედობა, 2026 წლის ბედობა რას შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში? გაშლა იქნება 3 ვარიანტზე. ვეცდები კარტები კარგად გამოჩნდეს. პირველი ვარიანტი იქნება პატარა ფორმის ჯუჯა, მეორე ვარიანტი ვარდისფერი სანთელი და მესამე ვარიანტი ჩემი საყვარელი პატარა კატო. აირჩიეთ ვარიანტი ფორმების მიხედვით, რომელი ფიგურაც უფრო მეტად დაგიძახეთ, შესაძლებელია იქ იმალებოდეს თქვენთვის ინფორმაცია. ან კიდევ პირიქით სამივე ვარიანტს მოусმინეთ და თქვენ თვითონ აღმოაჩენთ საკუთარ თავს. მე კი ახლა მინდა დავიწყო მათთვის, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, ასეთი პატარა ფორმის ჯუჯა. ორ ვარიანტს იქით გვერდზე გადავწევ, დავიწყებ პატარა ფორმის ჯუჯით. აი ასეთი, ვინც აირჩია ასეთი საყვარელი ჯუჯა. აქ არის მამაკაცი, მეგობრებო, მამაკაცი, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია და არა აღიზიანებს მამაკაცს აღიზიანებს ფინანსები. ადამიანი გახდა ტყუილის მსხვერპლი, მსხვერპლი ფინანსებთან დაკავშირებით. ვიღაც შეეცადა მისი ულუფიდან ლუკმის ამოღებას. აი, კიდევ შესაძლებელია თემა ეხებოდეს სამსახურეობრივ სფეროში. სამსახურეობრივ სფეროში ადამიანმა საკუთარი თავი აღმოაჩინა დაზარალებულ სფეროში. რაღაც ისე ვერ ხდება, როგორც დაიმსახურა. აქ შესაძლებელია მამაკაცი სამსახურში უმცროსედაც იყოს განაწყენებული, რადგან შესაძლებელია იმ ოდენობის თანხას არ აძლევენ, რა ოდენობის თანხასაც იმსახურებს. ვიღაც ხელის მოთფობას ცდილობს მის ფინანსებზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რამაც გააღიზიანა მამაკაცი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქ მამაკაცი გაღიზიანებული, მამაკაცი ცხოვრებაში ამოდის ბეჭედი. ეს ბეჭედი ახლა უფრო მეტ შემთხვევაში არ აღინიშნება პირდაპირი გაგებით, როგორც ბეჭედი. არა ამ თემაში ეს ბეჭედი მიუნიშნებს სამსახურებრივ თემას. გაღიზიანებული მამაკაცი მალე დაწყნარდება, რადგან მას შემოთავაზებენ წინსვლას, დაწინაურებას სამსახურეობრივ სფეროში. შესაძლებელია შემოთავაზონ უკეთესი პოსტი. ან კიდევ შესაძლებელია რამეს საბუთებთან კონდეს კავშირი და დაჭირდეს საბუთების გაფორმება, რომელზედაც ბეჭედი დაფიქსირდება. ანუ დაამოწმებს ბეჭედი, მის ცხოვრებაში ამოდის მზე და ხარხადებს ვარსკვლავი, მაგრამ აქ ადამიანი მაინც უნდა ერიდოს ჭორიკანა ენებს, რადგან მის გარშემო ბევრი ნიღბიანი ადამიანია და შესაძლებელია სწორედ მის გარშემო ეს ნიღბიანი ადამიანები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც მისი ულუფიდან ლუკმის მოპარვა შეეცადნენ. მაგრამ ის, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მინდა გითხრათ, რომ კარმულია და ადამიანს დაამშვიდეს სამსახურეობრივ სფეროში წინსვლა. ეს ერთი და მეორე კიდევ ადამიანს დაამშვიდეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრის გამოჩენა და მათთან ვისთანაც ახალი მეგობარი დაფიქსირდება. შესაძლებელია ზუსტად ეს მეგობარი იყოს მისი დამამშვიდებელი
ნამდვილი მეგობარი როგორც წამალი და შესაძლებელია ამ ახალმა მეგობარმა შესთავაზოს რაღაც ახალი, დატოვოს ძველი და წაიყვანოს ახალ სამსახურში, მაგრამ ეს ყველასთან ახლით არ დაფიქსირდება, ზოგთან იქნება როგორც თავში აღნიშნე სამსახურში დაწინაურება, რაღაც ზაბუთების ბეჭდით დაფიქსირება და ზოგიერთებთან ახალი მეგობარი, რომელიც სამსახურის პოვნაში დაეხმარება, სამსახურის შეცვლაში დაეხმარება და გაიყვანს უფრო სწორ და მისთვის შესაფერის გზაზე. მეგობრის გამოჩენის შემდეგ კი აქ ჩანს გაძლიერებული მამაკაცი და ძალიან ცოტა პროცენტით, მაგრამ მაინც აქ ფიქსირდება მამაკაცი ქალბატონზე გაღიზიანებული. შესაძლებელია მანდილოსანმა მეუღლეს დაუხარჯა ფინანსები ჩუმად უთქმელად, ან კიდევ მამაკაცი ქალბატონის წინაშე თავს დაზარალებულად თვლის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ისევ ეს ქალბატონი აღმოჩნდება მისი საუკეთესო მეგობარი, სიტუაცია დაწნარდება და მათ შორის ძლიერი აღმოცენდა ძლიერი ხე, ეს არის ძლიერი სტაბილური ოჯახი ორ ადამიანს შორის. და ორი კარტი მიუთითებს ფინანსების პრობლემას. ადამიანი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ახლა ასე ძალიან გაღიზიანებულია, ის განიცდის ფინანსების დაკარგვას ან სამსახურეობრივ სფეროში, ან კიდევ ოჯახის წევრებთან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ადამიანი მალე გამოვა ამ მდგომარეობიდან, გადაუვლის სტრესი, ზოგს დაეხმარება მეგობარი, ზოგს დაეხმარება ისევ ოჯახის წევრები და ზოგიერთების გულს გაახარებს სამსახურში დაწინაურება. აი, ეს იყო პირველი ვარიანტისთვის და გადავედი მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტზე იმათვის, ვინც აირჩია ვარდისფერი ვარდი. ასეთი ლამაზი ვარდისფერი ვარდი. და ვნახოთ, რა ფიქსირდება მათ ცხოვრებაში ბედობისთვის, ანუ რა შუქნის ამ წლის ბედობა. და ისიც მინდა გითხრათ, მეგობრებო, თუ ეს ყველაფერი რაც ახლა მე წავიკითხე, თუ ახლა თქვენ ცხოვრებაში არ ხდება, მინდა გითხრათ, რომ ამ წელიწადში ეს ყველაფერი აუცილებლად დაფიქსირდება. აქ მზე ხახადებს მეგობრებო, მზე არის თქვენ ცხოვრებაში, არ ვიცი რა უნდა გითხრათ, გაშლაში სადაც მზე ფიქსირდება, იქ ყველაფერი ძალიან კარგად არის, იქ გაცილებით ბევრად უკეთესადაა ყველაფერი, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და თუ ასეა, მაშინ რატომ მოყურებთ გაშლას, არ ვიცი, აქ მოსავლის აღების დროა, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში მზეა, თქვენ ცხოვრებაში მოსავლის აღების დროა, შემოდგომა, რაც იმუშავეთ, რაც დათესეთ, იმის მომკის დროა, ანუ მოსავალ სიმკით გილოცავთ და ეს ყველაფერი დაიმსახურეთ თქვენი აზროვნებით. აქ კარტის, უბრალოდ კარტის დამატება აღარ მინდოდა, მაგრამ ისე კარგადაა ყველაფერი, მაგრამ რაც დავამატე, ისიც კიდევ საუკეთესო კარტებმა დააფიქსირა. მეგობრებო, მოდი ზერელეთ გეტყვით, პირველად გეტყვით იმას გავიმეორებ, რაც უკვე გითხარით, თქვენ ცხოვრებაში არის მზე. თქვენ ცხოვრებაში არის მოსავლის აღების დრო. მოსავლის აღების დრო, ეს ნიშნავს შემოდგომის პერიოდს, როგორც შემოდგომაა მდიდარი. ყველანაირად ბარაქიანი, აი სწორედ ასეთი ცხოვრება დგება თქვენს, ასეთი პერიოდი დგება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ რაც იმუშავეთ 2025 წელში, თუ წინა წლებში, თუ რაღაცას ვერ აღწევთ, თუ გულით ტკიოდათ, რომ უფრო მეტი გეკუთვნოდათ, უფრო მეტ სიმსახურებით არ გქონდათ, მე თქვენ გეტყვით, რომ ამ წელს გექნებათ ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში არის მზე, ყვითელი მზე, ხადხადებს, ახალხადებს ყველაფერს. თუ თქვენ ცხოვრებაში იყოს სიყვარულის ნაკლოვანება, მინდა გითხრათ, რომ ამ წელს თქვენ ცხოვრებაში შემოდის სიყვარული, მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ ძალიან ბევრს და თქვენი შრომის ნაყოფს ვერ ხედავთ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით თქვენი
წარსული ნამუშევრით, რადგან თქვენ იღებთ იმ ყველაფერს, იმ მოსავალს, რაც დათესეთ. თქვენ იმ შრომისთვის გაჯილდოვებთ სამყარო, რაც იშრომეთ და ეს ყველაფერს ერთად მიიღებთ აი ამ წელიწადში და ამ წელიწადში კი არა მინდა გითხრათ რომ აქ ისეთი არკნევი დაფიქსირდა რომ ეს იქნება ძალიან მალე აქ ზოგიერთების შემთხვევაში მეგობრებო ეს არის თქვენი აზროვნები თქვენი თავით მიღწეული არა ფიზიკური შრომა ბევრთან იქნება ფიზიკური შრომით მიღწეული წარმატება მაგრამ ბევრთან ძალიან ბევრთან ეს იქნება საკუთარი თავით, საკუთარი აზროვნებით, შესაძლებელი ადამიანის ფიზიკური შრომა არ უწევდა საკუთარი თავით, აზრით, ნიჭით დაფიქსირებული წარმატება, რომელსაც მოაქვს თქვენ ცხოვრებაში მზე და სიუხვე. აქ არის ასევე ამოვიდა ბეჭედი. აქაც ამოვიდა ბეჭედი, რაც ამ შემთხვევაში მიუთითებს თქვენ წისვლას, წარმატებას, თუ ვინმესთან ქორწინების სიყვარულის ნაკლებანება იყო, ეს ბეჭედი მიუთითებს სიყვარულს, მაგრამ უფრო მეტ შემთხვევაში მეგობრებო, აქ 75%-ში აქ ხდება სამსახურეობრივ სფეროში წინსვლა. თქვენი ნაშრომის მიღება მომკისროა ის, რაც იშრომეთ წინა წელს, გასულ წლებს, აი იმ ყველაფერს ერთდროულად იღებთ მეგობრებო. და შესაძლებელია ეს ყველაფერი კიდევ გავიმეორებ, რათა უფრო მეტად დაფიქსირდეს ბევრი ცხოვრებაში ხდება თქვენი საკუთარი თავით, აზროვნებით, ნიჭით. თუ ვინმე სამსახური არ ქონდათ და ასეთი გამოგნაკლისები იყავით და ახლა ამბობთ რისი დაწინაურებაო რა ისაო სამსახურიც კი არ მქონდაო, მაშინ მინდა გითხრათ რომ თქვენი ცხოვრებაში შემოვა საუკეთესო სამსახური, მეგობრებო, საუკეთესო სამსახური, რომელსაც ბევრი ვერ იგეცნებებს და ეს სამსახური იქნება თქვენს აზროვნებასთან ნიჭთან დაკავშირებული. აქ არის ასევე სასიყვარულო სფეროში ყვავილები, ბეჭედი და მზე, ვინაც სასიყვარულო თემა ჩაიფიქრა და სასიყვარულო თემა ჰქონდა ჩაფიქრებული, მინდა გითხრათ რომ გაქვთ ძალიან დიდი წინსვლა სასიყვარულო სფეროში, ანუ გიმართლებთ სწორი ნაბიჯი გაქვთ, ხოლო ვისთანაც ფინანსების პრობლემა იყო, იმათ კიდევ უფრო და უფრო მეტად უმართლებს მეგობრებო თქვენ ცხოვრებაში ამოდის მზე, გადადის ღრუბლები თქვენს ბუდეში, თქვენს ოჯახში, თუ უკვე დაქორწინებული იყავით, ვინც უკვე დაქორწინებული იყავით და ოჯახური თემები უკანა პლანზე იდგა, მინდა გითხრათ რომ თქვენ ცხოვრებაში, აი თქვენს ოჯახში ჩამოდის მზე, თქვენს ბუდეში, გადადის ღრუბლები. თუ იმასთან რამე ტკივილი იყო, რა ვიცი, წარსული დაინგრა რამე, აი მზე ამოდის, ასევე შესაძლებელია იყოს მოგზაურობა რაღაც პარკებში, სკვერში, მთაში. აი ეს დაფიქსირდა მეორე ვარიანტისთვის და გილოცავთ წარმატებები, აქ კარგი სახა უნდა გამიმატებინა, უბრალოდ აქ ისეთი კარგები გამოვიდა, რომ დამატება აღარ საჭიროებდა, აქ არის უბედნიერესი რაღაც ძალიან დიდი ნახტომი შემოვა თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო. 75%-თან ეს იქნება სამსახურებრივ და ფინანსურ სფეროში და დარჩენილ 25%-ში ეს იქნება სასიყვარულო თემასთან კავშირში. და გადავედით ჩემ შავ კატუნიასთან, ვინც აირჩია ასეთი შავი კატუნია. მესამე ვარიანტი, ნახოთ რა ფიქსირდება მათ ცხოვრებაში ფიქსირდება სიძლიერე, ნახოთ სიძლიერე და ისე გაღიზიანებული მამაკაცი ამოვიდა, მამაკაცი, მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაც თუ იქ მამაკაც აღიზიანებდა სამსახურეობრივ სფერო, ფინანსები დააზარალეს და ასე. შემდეგ პირველ ვარიანტთან აქ მამაკაცი გაღიზიანებულია, უნდა ძალა გამოიჩინოს, მოიკრიბოს და ეს ყველაფერი ეხება იმ თემას, რომ მის ცხოვრებაში აღმოჩნდა რაღაც ორი გზა. ადამიანს აქვს ორი გზა, არჩევანი აქვს გასაკეთებელი და აი ეს არჩევანი აღიზიანებს ამ ადამიანს. რა აირჩიოს, რომელი გზა აირჩიოს, ეს თუ ის. არც ერთი გზა, მეგობრებო, არც ერთი ასე გაღიზიანებათ არ არის, არც ერთი გზა ცუდი არ არის, მაგრამ ერთი გაცილებით ბევრად უკეთესია მეორეზე. თუმცა რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, თქვენთვის ორივე ბედნიერების მომდანი იქნება, ორივე წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ ერთი გაცილებით ბევრად უკეთესია. აი ეს არის მამაკაცისთვის სტრესი.
მამაკაცისთვის მიღებული სტრესი, რადგან ის ახლა გადაწყვეტილების წინაშე დგას და ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვერ გებულობს საით გადადგას ნაბიჯი და რომელი ნაბიჯი იქნება მისთვის უკეთესი და ამ შემთხვევაში რას ისამს ადამიანი. ეს ადამიანი, თქვენ ადამიანები, ვინც ახლა მესამე აირჩიეთ, მესამე ვარიანტი აირჩიეთ, მინდა გითხრათ, თქვენ არ ხართ უნიჭო ადამიანი, თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი მეგობრებო. აზრიანი უაზრო ნაბიჯების გადადგმა არ გიდგათ, უბრალოდ ეხლა ამ პროცესში გიდგათ რაღაც რთული მომენტი, რთული პროცესი და გადივლის. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ მაინც საუკეთესო ნაბიჯს გადადგავს, თქვენ აირჩევთ, თქვენ გაიგებთ რომელია ამ ორ ნაბიჯს შორის, რომელია საუკეთესო, რომელი უნდა აირჩიოთ, თქვენ გადადგავთ სწორ ნაბიჯს, თქვენ აირჩევთ სწორ გზას და თქვენთან შემოდის ფინანსები. აი ესეც ეს გაშლაც კი დაკავშირებულია ფინანსებთან. მეგობრებო, მაგრამ აქ გაცილებით ბევრად უკეთესი ვარიანტი დაფიქსირდა ვიდრე პირველი ვარიანტთან. აქ მამაკაცი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ახლა მამაკაცი დაფიქსირდა, მეგობრებო, და ვამბობ მამაკაცს, მაგრამ თუ თქვენ ქალბატონი მიყურებთ ახლა, თქვენ უნდა მიიღოთ თქვენ თავზე. თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, თქვენი გადაწყვეტილება იქნება სწორი, თქვენ ახვალთ მაღალ კიბეებზე, თქვენ ეს გადაწყვეტილება და კიბეებში ასვლა, უკვე სიმაღლეზე ასვლა, ეს ნიშნავს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგით, მოგიტანთ ფინანსებს და არა მარტო ფინანსებს, არამედ სიძლიერეს. მეგობრებო, თუ ცხოვრებაში რაღაც ჯანმრთელობასთან პრობლემები გქონდათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოსწორდება, თქვენ მომავალი მოგიტანთ სიძლიერეს. ეს არ არის უბრალოდ სიძლიერე, უბრალოდ რაღაც სიტუაციის ოდნავ გამოსწორება არა, აქ არის ძალიან დიდი სიძლიერე. თუ ადამიანი ავადმყოფობით არის გაღიზიანებული, აქ არის სიძლიერე ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი გაარკვევს, რომ არ არის ისეთი მდგომარეობა, რაც ასეთი სანერვიულოა, ვისთანაც ფინანსები არის და ფინანსებზე ნერვიულობს ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელი ადამიანის ცხოვრებაში ორი შემოთავაზება იყოს სამსახურის მხრივ და ვერ გაუგია რომელი აირჩიოს, მაგრამ ადამიანი გადადგავს სწორ ნაბიჯს, ადამიანი აირჩევს იმ ნაბიჯს, რომელიც შემოუტანს დიდ განვითარებას ფინანსებთან დაკავშირებით. და კიდევ მესამე ვარიანტი აქ ფიქსირდება კამათელი, რომელ კამათელსაც მხოლოდ ერთი წერტილი აკლია დუშაშთან მისასვლელად. დუშაში კი ეს არის წარმატებული ადამიანმა, რომელმაც უკვე ყველაფერს მიაღწია, მაგრამ აქ ერთი წერტილი გვაკლია, რაც იმას მიუთითებს, რომ მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი გაცილებს წარმატებას და ვისაც ერთი პატარა ნაბიჯი აცილებს ამ წარმატებას, მინდა გითხრათ, რომ აქ ძალიან ბევრთან ფიქსირდება ასევე სახლი, ვიღაცას აქვს სახლის ჭერის პრობლემა. მეგობრებო, და მინდა გითხრათ, რომ ეს ჭერი მალე თქვენი გახდება, ეს იქნება ძლიერი ოჯახი და უფრო ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია ეს იყოს დაჩა, ეს იყოს დაჩაზე ფიქრი და პრობლემა დაწვეს ადამიანს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი პრობლემა რასაც არ უნდა ეხებოდეს ჯანმრთელობას, ფინანსებს, თუ თქვენს პატარა დაჩას ან სოფლის სახლს ვერ გეტყვით ზუსტად, რადგან ზოგთან დაჩა იქნება და ზოგთან პატარა სოფლის სახლი, აი ერთი ნაბიჯი გაცილებთ და ძალიან მალე მიაღწევთ თქვენ ჩაფიქრებულ სურვილს. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებ თქვენ ცხოვრებაში. იმ ყველაფრის ასრულებას და რეალობას გისურვებთ, რაზედაც დიდხანს გიფიქრიათ, გიხსნებიათ და დღემდე არ აღსრულებიათ. და კიდევ ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ მომაწოდეთ იდეა. უბრალოდ დასათაურება მიჭირს, ვერ გამიგია რაზე ჩაგიწეროთ, მეგობრებო, გაშლა, რა გაშლა გაინტერესებთ, მომაწოდეთ იდეა, თქვენი აზრი, ვის რა გინდათ, რა თემასთან დაკავშირებით გინდათ გაშლა, მე უყოყმანოთ მივიღებ თქვენ თხოვნას და ჩაგიწერთ გაშლას იმ დასათაურებით, რომელი დასათაურებითაც გექნებათ სურვილი. ახლა კი მომავალ შეხვედრამდე და მე ამ ყოველივე საუკეთესოს დაფიქსირებას გისურვებ თქვენ ცხოვრებაში.